დეზერტირების ბაზარში ჩამოვარდა პარაპეტი, არა სახურავი, პარაპეტი. აი პარაპეტი რა, ჩამოვარდა და კაცი ბიჭო უყიდია თბილისში სახლი და აღნიშნვა უნდა და პროდუქტის საყიდლად იყო ჩასული. მეგრელი ბიჭი. და გარდაიცვალა, თავზე დაიცა პარაპეტი და ის ნაძირალა, რომ მივიდა. კახი კალაძეზე ვიცახი, რომ მივიდა ადგილს, ეცი რა თქვა? ეს ჩვენი ბრალი კი არ არის. აი აქ რო ცხოვრობენ იმ ხალხის ბრალია. და დღეს აი ეს უნამუსო სერიულ მკვლელად იქცა კახი კალაძე, რომელიც ერთ დროს ჩემთვისაც საპატივცემულო ფეხბურთელი სპორტსმენი იყო და მახსოვს მიშა სააკაშვილთან ერთად საკუთარ მაისურს კიდევდა საახალწლოდ ნაძვისხეს. აიღო რო კიდე და მიშასთან ერთად დარბოდა და მიშას გაიძახდა და ეს მართლა ფარისეველი. აი მართლა თუ რამე გამოხატავს თვისობრივად ქართულ ოცნებას, მის ბუნებას, არის კახი კალაძე რა. მედროვე სერიულ მკვლელად ქცეული ფულის გამო. და დღეს ნახეთ რომ ბიჭები დაიჭირეს, ბიჭო. ბიჭები დაიჭირეს, ახალგაზრდა ბიჭები დაიჭირეს, 2 წლიან დედები ტირიან. თბილისი ტირის უბედურებაშია. აი სადაც არ უნდა მიხვიდე, ყველა დამწუხრებულია და ეს ნაძირალა კრეებს, ქოცებს. სად? სასტუმრო საქართველოში მელიქიშვილზე. რუსთაველის გვერდით დემონსტრაციულად აი ძალით არის გაკეთებული. და ამბობს რომ თუთქოს თბილისში ტარდება არჩევნები. რას არჩევნები?